შემდეგი საკითხია პროცენტი. სიტყვა ახლა პროცენტუმ ლათინური სიტყვა და 100-ზე ნიშნავს ქართულად. ესე იგი რიცხვის მეასედ ნაწილს ეწოდება პროცენტი. მეასედ ნაწილს. ესე იგი რიცხვის 1% რო ვიპოვოთ, ეს რიცხვი უნდა გავყოთ 100-ზე. დავუშვათ 200-ის 1 და პროცენტი ასე აღენიშნება. უდრის 200 გავყოთ 100-ზე. ნულები წავიდა 2 გავყოთ 1-ზე 2. 200-ის 1% არის 2. ეხლა 200-ის 17%. 1% ხომ 2-ია და გამომრავლოთ 17-ზე. ანუ ისევ და ისევ ჯერ 1% თუ პირველად ხდება გავყოთ 100-ზე, გამომრავლოთ 17-ზე, უდრის 2-ჯერ 17. ესე იგი 200-ის x%. გავამრავლოთ x მიესეზე, არ გვინდა ასეთი წესი. 1% დავიმახსოვროთ, რომ უნდა გავყოთ 100-ზე და გავამრავლოთ x-ზე. ანუ 2x. აი ასე თუ გავაკეთებთ, გაგვიადვილდება. არიცხვის ძირითადი ახლა წესი a-s p%. რომ იპოვოთ არიცხვის p% რომ იპოვოთ, აქ გავყოთ 100-ზე, გავამრავლოთ p-ზე. ამდენი სტოლია დამთავრდა. ეხლა იქ, გადაამრავლებთ 100 p-ზე, იმაზე დიდი რიცხვები თუ არის, ნულები დაბოლოებული შეგვეცეთ. 100-ზე, 100-ზე, შეიძლება 50-ზე. 100 ნებისმიერ რაღაცასთან და ბოლო მომენტში გადაამრავლე, რომ აღარ იკვეცება, მაშინ გადავამრავლოთ. ეხლა რომელი რიცხვის 5%-ია? დავუშვათ 10. აქ არ გვინდა ზეპირად დამახსოვრება. ის გავყოთ, გავამრავლოთ, მაგები არ გვინდა. არ გადავტვირთოთ გონება, ყველაფერი ერთი ძირითადი იყო დავიმახსოვრეთ, რომ რიცხვის p% რო ვიპოვოთ, გავყოთ 100-ზე, გავამრავლოთ p-ზე. რომელი რიცხვის დავუშვათ 5%-ია 10. x-ი ის 5% არის 10. x-ის 5% ნიშნავს, რომ 1% რაც არის, მეასედი ნაწილი. რიცხვის მეასედი ნაწილის პროცენტი ეწოდება. x-ი გავყოთ 100-ზე, ეს არის 1%. გავამრავლოთ 5-ზე, იქნება 5% არის ეს 10. აქ 1 იგულისხმება 5 გამოვართ x-ზე 5x-ი 100-1-ზე 100 და შეიკვეცა 5-ზე 5 გავყოთ 5-ზე 1 100 გავყოთ 5-ზე 20 და x-ი გავყოთ 20-ზე უდრის 10 x-ი უდრის 20 გავამრავლოთ 10-ზე. ეხლა ამოხსნათ პროცენტებზე ერთი ამოცანა, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა უშვებს შეცდომებს და გონია მეხუთე კლასის ამოცანა და ნებისმიერი ბავშვმა შეიძლება დაუშვას მოსწავლემ შეცდომა და არა მარტო მოსწავლემ, აბიტურიენტმა. დაუშვათ გაბრიელმა პირველ საკონტროლო წერაში ანუ ჩათვლაში მიიღო 60%. მთელი ნამუშევრების 60% ამოხსნა.
მეორე საკონტროლო წერაში მიიღო 70%. რა თქმა უნდა, პატარა ბავშვი რო დაუსვა, შეკითხა რომ რამდენი პროცენტით გაიზარდა ბავშვის მოსწრება. რა უნდა გაეცინება 70 გამოვაკლოთ, პროცენტული სხვაობა რა უნდა 60 მიიღებს 10-ს. არა მარტო ბავშვი, ნებისმიერი არის დაუშვათ 10, B არის სხვა რაღაც, C არის სხვა რაღაცას და მიიღებს 0-ს. დავიმახსოვროთ ერთი კარგი წესი, ჯერ ამ იმაზე გაჩვენებთ. ორნაირად ამოხსნით ამ ამოცანას და რამდენი პროცენტით გაიზარდა გაბრიელის მოსწრება. პროცენტული სხვაობა რომ გავიგოთ, დიდს გამოვაკლოთ პატარა, გავყოთ საწყისზე, გავამრავლოთ 100-ზე. 70 გამოვაკლოთ 60, პროცენტ მოცენ დავანებოთ თავი, გინდა ლარი იყოს და გინდა რაც გინდა იყოს იქ. იხსნება ასე. ამდენი იყო, ამდენი გახდა, არ მივაქცევთ პროცენტ ყურადღება. თავში. დიდს გამოვაკელით პატარა. გავყოთ საწყისზე. გავამრავლოთ 100-ზე. თითო 0 წავიდა. 70 გამოვაკლოთ 60. 10. 10. შეფარდებული. აქაც 2-ზე გავყოთ. აქ იქნება 3, აქ იქნება 5. 10 გავყოთ 3-ზე, გავამრავლოთ 5-ზე. უდრის 50 უდრის 50 გავყოთ 3-ზე. 5 3-ზე 1, ერთხელ 3, 3. რატო წერასე დაწლევით, რომ ძალიან უჭერთ მე-5 მე-6 კლასელებს ეს გაყოფა. მე-5 მე-6 კი არა, დიდი კლასის მოსწავლეებიც მერვე მე-9 და დიდი უჭერთ, იმიტომ რომ გამომთვლელი და გამომთვლელი. ხუპავს გამომთვლელი მათ, გამომთველს იყენებენ. 5 გამოვაკლოთ 3, 2, 20 გავყოთ 3, 6, 6 ჯერ 3, 18, ნუ აღარ ვაგრძელებ, 16 მთელი 2/3. 16 მთელი 2/3%-ით გაიზარდა გაბრიელის მოსწრება. მაგრამ თქვათ ეხლა სხვა ბავშვი მარიამი თქვათ 70% მიიღო პირველ ჩათვლაში საკონტროლოში და მეორეში ცოტა აღარ იმეცადინა კარგად და მეორეთ მიიღო 60%. რამდენი პროცენტით შემცირდა მარიამის მოსწრება? რა თქმა უნდა, ახლა აღარ იტყვით 8 თო. დიდს გამოვაკლოთ პატარა. 70 გამოვაკლოთ 60. ისევ დიდს. გავყოთ საწყისზე, აქ 70-ია. გავამრავლოთ 100-ზე. უდრის წავიდა. 70 გამოვაკლოთ 60, 10, 10 ჯერ 10, 100, 100 გავყოთ 7-ზე. ნუ აქ ჩავწეროთ 100 მე-7%-ით შემცირდა. უდრის 100 გავყოთ 7-ზე, მათთვისაც ტელეფონით გიყვართ გამოთვლა. გამოცდაზეც ვერ გამოთვლით, ამიტომ დაივიწყოთ ტელეფონი. კარგი იქნება რომ გადააგდოთ. საერთო ტელეფონი და შეინახოთ საერთოდ. 10 გავყოთ. მოდი გაჭერთ. 10 გავყოთ 7-ზე. თუ გინდა მოусმინე, შენც შეგიძლია დაგჭირდეს. 10 გავყოთ 7-ზე. 1, ერთხელ 7, 7. 10 გამოვაკლოთ 7, 3, 30 გავყოთ 7-ზე,
4 4 ჯერ 7 28 2 და ბოლო პასუხი იქნება 14.2 მეშვიდედი. აი შევხედოთ 10 ორივე შემთხვევაში იტყოდა მოსწავლე რამდენი პროცენტით 60% მიიღო პირველ შემთხვევაში მეორე საკონტროლოში ჩათვლაში შემაჯამებელი რაც კიდე დავარქვით 70 გაიზარდა 16.2%-ით მისი მოსწრება. ხოლო თუ პირველში 70 მიიღო ახლა მეორე მოსწავლემ და მე 60 მიიღო მაშინ შემცირდა 14.2%-ით. ერთი და იგივე არ არის. და კაი იქნება ახლა თუ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ იტყვით, ჩაიწერთ, რომ პროცენტული სხვაობა რომ ვიპოვოთ, საჭიროა დიდს გამოვაკლოთ პატარა, გავყოთ საწყისზე, გავამრავლოთ 100-ზე. აქ მარტო პროცენტები კი არა, რაც გინდა იყოს. დაუშვათ 600 ლარი ღირდა მაცივარი და გახდა 710 და რაც გინდა იყოს. რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი ფასი? 700 გამოვაკლოთ 600 გავყოთ საწყისზე გავამრავლოთ 100-ზე. ეს უკვე აღარ გაგიჭირდებათ. გამოვაკლებ და დამთავრდა. და პირიქით თუ ეს ღირდა 710 და შემცირდა და გახდა 600, ისევ 700-ს უნდა გამოვაკლოთ 600 და ახლა 710-ზე უნდა გავყოთ. იმიტომ ვიღებთ ერთ შემთხვევაში პატარა, მეორე შემთხვევაში დიდს. ნიშნულობას რომ ნიშნელი არის სხვა და სხვა. ეს კარგად ჩაიწერეთ ეს პროცენტული სხვაობა და ისწავლეთ პროცენტებზე ძირითადი წესი არის ეს. და ჯერჯერობით ამ ჩემ წიგნში რომელსაც ვიდეოს წერე 31 წესი არიცხვის მიასვენე ნაწილის მისი პროცენტი ეწოდება. და იმიტომ არის ახლა სხვა წიგნებიდან როცა მოვხიეთ და შევადგინე სხვა წიგნებშიც დამატებულია და 1000 რაღაცები განსხვავებული კაი ფორმულები. ამიტომ შემდეგში რომ შეხვდება პროცენტი არ გამოვტოვოთ, არ გადავხდეთ, არ გადავიდეთ, მოусმინოთ და კარგად დავათვალიეროთ, კარგად ვისწავლოთ, გესურვებთ წარმატებებს.